გამარჯობა, მოგესალმებით ყველას დაპირებული ეთერით. პირველ რიგში შემატყობინეთ თუ ისმის ჩემი ხმა. საღამო მშვიდობისა, ვისაუბროთ უნგრეთში გამარჯვებაზე, უდიდეს ცვლილებაზე, რომელიც მოხდა უნგრეთში. ვისაუბროთ ასევე რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე, ასევე ვისაუბროთ ჩვენ საკუთარ შეცდომებზეც და როგორ უნდა წავიდეთ წინ. უბრალოდ თუ მისმენთ, შემატყობინეთ ხმა ისმის თუ არა ნორმალურად. პირველ რიგში ყველას აღდგომას გილოცავთ, ქრისტე აღსდგა, მართალია, წერილობით გავაკეთე ეს, მაგრამ პირადად არ გამიკეთებია. ბრწყინვალე დღესასწაული ჩვენი, მე იმედი მაქვს, რომ ყველა კარგად აღნიშნეთ სახლში, ასევე ჩვენს გარდაცვლილებსაც მოვიკითხეთ. დღეს იყო ეს დღე ჩვენ ყველასთვის, მეც გარდაცვლილები მყავს ოჯახში და შესაბამისად არჩევნებთან ერთად ეს ვალიც მოვიხადე. ამავე დროს კარგი ამბავი მოვიდა, ეს კარგი ამბავი ეხება უნგრეთის არჩევნების შედეგებს. შემატყობინეთ ხმა თუ გესმით, ჩემო კარგო ხალხო. ძალიან კარგი ამბავია ჩვენთვის იმ გაგებით, რომ პიტერ მაჯიარის პარტიის გამარჯვების შედეგად ქართულ ოცნებას სერიოზულად მოაკვდა მხარდაჭერა ევროკავშირის ფარგლებში. ის დასუსტდა. რუსეთი დასუსტდა, ქართული ოცნება დასუსტდა უნგრელი ხალხის არჩევანის შედეგად. ეს ძალიან კარგი ამბავია. ევროკავშირის გადაწყვეტილებები ახლა უფრო ადვილი გასატანი იქნება ევროკავშირის ფარგლებში. იმიტომ რომ ვიქტორ ორბანი, როგორც ბოლო დროს კიდევ განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა, იყო პირდაპირი თანამოაზრე ვლადიმერ პუტინის, ატარებდა მის დავალებებს, ატარებდა მის გადაწყვეტილებებს. ეს ჩანაწერებმაც კარგად აჩვენა და ამ ჩანაწერებმა ხელი შეუწყო ასევე ახალი კონსტიტუციური უმრავლესობის მოსვლას, ახალი პარტიისა. ეს ძალიან კარგი ცვლილებაა ჩვენთვის. ამავე დროს უნდა ვთქვა მნიშვნელოვანი რამ, ბოლო დროს ხშირად არის ხოლმე საუბარი, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი ხალხი, მხოლოდ ახალ ხალხს ითხოვს საზოგადოება, ეს თავის დროზე თქვა ბიძინა ივანიშვილმა 2024 წელს. ეს ბიძინა ივანიშვილის გზა არის, რა თქმა უნდა, ყოველ არჩევნებზე ამას იტყვის, რა თქმა უნდა, რომ გაუმკლავდეს იმ ხალხს, ვისაც რაღაცა გამოცდილება უკვე დაუგროვდა. მაგრამ თუ ჩვენ უნდა შევხედოთ მაგალითად უნგრეთის გამოცდილებას, ვნახავთ ვინ არის პიტერ მაჯიარი. ხო? ის არანაირად ახალი ძალა არ არის. მან შექმნა ახალი პარტია, თუმცა საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია და მხოლოდ 20-24 წელს, აი სულ 2 წლის წინ ჩამოშორდა მართლ პარტიას. სკანდალით იქიდან გამომდინარე, რომ შეამჩნია, რომ ქვეყნის საქმე ცუდად მიდიოდა. გარდა მაგისა, მისი ყოფილი მეუღლე, ასევე იყო ვიქტორ ორბანის იუსტიციის მინისტრი. ისინი ამის შემდეგ განქორწინებულნი არიან, მაგრამ ამით რისი თქმა მინდა, რომ ჩვენ გვჭირდება სუფთა ხალხი, სუფთა მებრძოლი პატრიოტი ხალხი. ახალი იქნება, ძველი იქნება, წიწყვი იქნება, ასაკოვანი იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს არასწორია ესე თქმა. ჩვენ გვჭირდება უბიოგრაფიო ხალხი კი არა, ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომელთაც აქვთ ბიოგრაფია, რომელსაც გაკეთებული აქვთ საქმე, რომლებიც არიან ნაბრძოლნი, რომლებიც არიან პატრიოტები და რომლებიც არიან სუფთა ამ ბიოგრაფიის შედეგად. ეს ამის კარგი მაგალითია. ახლა, ხო, მნიშვნელოვანია, რომ ასევე გავითვალისწინოთ ის შეცდომები, რაც მოხდა პროტესტის განმავლობაში 2024 წლიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს სწორია და აუცილებელია იმისთვის, რომ მართლა რაღაც შევცვალოთ ამ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, როგორც კი არჩევნები დასრულდა, მე ვიყავი
თავმჯდომარე იმ ჯგუფის, თანათავმჯდომარე იმ ჯგუფის, რომელმაც მოამზადა ყველაზე სერიოზული ოპოზიციური ანგარიში გაღალბებასთან დაკავშირებით და არ იგულისხმება აქ მარტო ის არჩევნების დღეები, იგულისხმება მანამდე. აქ რა მოხდა? 2022 წელს, როდესაც მე თქვი, რომ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, არ მომეწონა იდეა ელექტრონული არჩევნების და ამ ყველაფრის დასტურს შესაბამისი მულების სახით აქვე ჩაგიდებთ დღესვე. 2022 წელს, როდესაც ოცნებმა მოიგონა ეს ვირეშმაკობა, შემოიღო ელექტრონული არჩევნები ჩვენ დასაბნევად. მაშინ მე ვთქვი ტელევიზორშიც, ეთერშიც, ჩართვაშიც, რომ ეს არ იყო სწორი და ეს იყო ტროას ცხენი. ამასთან დაკავშირებით მხარი არავინ არ ამიბა. ის ხალხი, ფსევდო ჩვენი, ფსევდო ელიტა, რომელსაც ხშირად მიაჩნია, რომ მხოლოდ ის ფლობს რაღაცა ცოდნას, ის ხალხი ფიქრობდა, რომ ეს იყო ძალიან სწორი ერთადერთი გზა. რატომღაც ქართულმა ოცნებამ გადაწყვეტა, რომ ჩვენთვის საჩუქარი გაეკეთებინა. არასოდეს არასდროს საჩუქარი არ გაუკეთებია ამ დროს. ამიტომ ეს იყო არასწორი. ჩემი მხრიდან მე თავარი გაკვეთილი ჩემთვის არის ის, რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ვთქვი, ბოლომდე უნდა მებრძოლა ამისთვის და მეტად უნდა დამერწმუნებინა თუნდაც ოპოზიციონერები და თუნდაც ხალხი და თუნდაც ჟურნალისტები. როგორც ხდება ხოლმე, თვითონ ფსევდო ელიტა შეკრა პირი და დაიწყეს ის მის მტკიცება, რამაც მე ჩვენ ჩიხში შეგვიყვანა. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი როლი და ჩემი აზრით აქ მნიშვნელოვანი როლი აქვს ცალსახად ამ პიროვნებას, ეს არის სალომე ზურაბიშვილის როლი პროტესტის განგრძობადობაში, იმაში, რომ ყისიერად მალევე ეს პროტესტი არ დასრულდა ჩვენი გამარჯვებით. მე ამ პასუხისგებლობას პირდაპირ ვაკისრებ მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ძალიან მინდა, რომ ის მივიდეს ეთერებში და ამ კითხვებზე, რომელიც ეხება მის როლს, იმ ფიასკოს, რომელიც მისმა როლმა განიცადა პროტესტთან მიმართებაში, ამას პასუხები გასცეს. სამწუხაროდ ის ეთერებში აღარ დადის, თვითონ, იმიტომ რომ არაკომფორტული კითხვები არ დაუსვან, როგორც ჩანს, მაგრამ დავიწყოთ იქიდან და ძალიან სერიოზულად მინდა განვიხილო მისი როლი. დავიწყოთ იქიდან, რომ როგორც პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, მან ვერავითარი მემკვიდრეობა დიდად ვერ დატოვა. აბსოლუტურად ტყვილა იყო ამ თანამდებობაზე, ტყუილად იყო ამ თანამდებობაზე 5 წლის განმავლობაში. ერთ პროექტს ვერ გაიხსენებთ თქვენ, ერთ იდეას, რომელიც მან დაუტოვა და დაგვიტოვა ჩვენ მილიონობით ლარის დახარჯვის შედეგადაც, რაც მან დახარჯა ამ თანამდებობაზე, იმ ვოიაჟებისთვის და იმ სამსახურისთვის, რომელიც მას ჰქონდა. მაგრამ ამის გარდა უარყოფითად, აბსოლუტურად უარყოფითად არის შესაძლებელი მანამდე მისი როლი, ვინაიდან, როდესაც ის იყო პარლამენტში, როგორც ქართული ოცნების დეპუტატი, მან მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, ჯერ ერთ ირაკლი კობახიძის კონსტიტუციას, რომელიც გვაქვს და რომელიც შესაძლებელი იქნება, გარდა ამისა კანონმდებლობას, რომელმაც შექმნა სასამართლო კლანი. მას მხარი დაუჭირა. გარდა ამისა, როდესაც უკვე იყო პრეზიდენტი, ორი ურთულესი ნაბიჯი, ძალიან უარყოფითი ნაბიჯი, რომლის შედეგებს ჩვენ დღესაც ვიმკით. ერთი, მან დანიშნა თამარ ღვამიჩავა იუსტიციის საბჭოში, კლანს მიეხმარა, სასამართლო კლანს და დაუნიშნა ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში 4 წელი ასე შლაგბაუმივით ყველაფერზე მხარს უჭერდა კლანს, ყველა გადაწყვეტილებას. მაგრამ გარდა ამისა, მან ასევე დანიშნა ნათია თურნავა. ადამიანი ეროვნული ბანკის თავმჯდომარე, რომელმაც ამის შემდეგ გადადგა კატასტროფული ნაბიჯები სანქციებთან მიმართებაში. პირდაპირ მიიღო განკარგულება, რომ საერთაშორისო სანქციები საქართველოში არ გავრცელდება, მათ შორის არ გავრცელდება არც იმედზე და არც ივანიშვილს და ის გააკეთა ადამიანმა, რომელიც დანიშნა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილმა ასევე დანიშნა გიორგი კალანდარიშვილი.
CSKO-ს თავმჯდომარე, რომელმაც მერე ის გააკეთა, რაც გააკეთა. ვინსი ხელით გაყავდა არჩევნები და დაიწერა ციფრები კაბინეტში. ეს გააკეთა გიორგი კალანდარიშვილი. ეს ყველაფერი ზურაბიშვილის პრეზიდენტობის დროს ფაქტობრივად მისი ხელით მოხდა სახელმწიფოს მიტაცება. ამაზე მე არაერთხელ ვამბობდი, ეთერშიც არაერთხელ მაქვს ნათქვამი ღიად. მაგრამ ამის გარდა, მას შემდეგ, რაც დაიწყო უკვე პროტესტი, სალომე ზურაბიშვილმა ბევრი რამე გააკეთა შეცდომით, მათ შორის აი ამას, რასაც ახლაც ამბობს, რომ ახალი პარტიები, ამას ამბობს თვით უკვე 2 წელი ახლა არა. აბსოლუტურად არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ ხალხი გამოეყვანა არჩევნებზე, არაფერი არ გააკეთა. არც ერთი დიდი მასობრივი გასვლა, რომ მაღალი მოსწრება ქონოდა არჩევნებზე, არ გააკეთა არჩევნების დროს, ფაქტობრივად გვერდზე იდგა. საუბრობდა ტექნიკურ მთავრობაზე, ანუ თავის ინტერესებზე, მაგრამ ყველაზე ცუდი პროტესტთან მიმართებაში ის იყო, რომ მან 29 დეკემბერს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად არ გადაწყვიტა ბრძოლა. მაშინ, როდესაც ის იყო პრეზიდენტი, როდესაც შეუძლებელი იყო მისი იმპიჩმენტი, როდესაც ყველა ოპოზიციონერს ჰქონდა ოპოზიციური იმუნიტეტი, როდესაც საერთაშორისო ვითარება იყო საქართველოზე მიპყრობილი საერთაშორისო ყურადღება. სალომე ზურაბიშვილმა ჩვეულებრივად გადაწყვიტა, რომ მარათონის რეჟიმში გადაეყვანა პროტესტი, იქ არ დაგვესრულებინა, აი გადაეყვანა მარათონის რეჟიმში, მიეძინებინა და ეთქვა ყოველ კვირა გამოსვლაზე, რომ გამარჯვება ახლოსაა. გამარჯვება ახლოსაა. მეგობრებო, განცხადებები კარგია, ოღონ განცხადებებს აუცილებლად უკან უნდა ახდეს საქმე. სხვა შემთხვევაში ეს არის ფუჭი იმედის მიცემა, რაც არ შეიძლება, რომ მორიგჯერ გავუკეთოთ ჩვენ ხალხს. ამიტომ ჩემი აზრით, იმაში, რომ საქართველოში დაიწყო წინააღმდეგობა, მაგრამ ეს წინააღმდეგობა მარათონის გრძელვადიან რეჟიმში გადავიდა და თავისი პიკი არ ჰქონდა, როდესაც ჩვენ ნამდვილად ჰქონდა გამარჯვების შანსი, ეს მდგომარეობს 29 დეკემბრის საკითხში, როდესაც მე თქვი, რომ ყველანი უნდა დავრჩეთ პრეზიდენტის სასახლეში მშვიდობიანად, მთელი მიტინგი იყო მშვიდობიანი, უზარმაზარ პიკში იყო წინააღმდეგობა, შეურიგებლობა და ამ დროს მან გადაწყვიტა, რომ უბრალოდ ლოზუნგებით გაეგრძელებინა მუშაობა. ეს იყო შეცდომა და ეს ფაქტი ჩემი აზრით გასათვალისწინებელი. ეხლა შემდეგი ადრევე ვთქვი, როდესაც დასრულდა არჩევნები 2025-ში და დასრულდა პირველი სისხლიანი დეკემბერი, მაშინ მე ვთქვი, რომ უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება, ის კითხვები, რა თქმა უნდა დავსვათ, კითხვები თანხებთან დაკავშირებით უნდა დავსვათ. ხალხო, ეხლა როდესაც 40 მილიონმა გაიარა ერთი კოალიციის ანგარიშზე, როდესაც 5 ლარზე შეიძლება დაკაღადაღოს, აი ეხლა რაც მოვიდა ერთ-ერთ მარს, 5 ლარზე შეიძლება დაკაღადაღოს ხელისუფლებამ, ისე უყურებს დაფინანსებას და როდესაც თავარი დამფინანსებელი უბრალოდ ადგა და გაქრა, არ საიდან არ არის, არც პროკურატურაში ეძებენ, არც საგამოძიებაში ეძებენ ადამიანს, რომელიც აფინანსებდა წინააღმდეგობას, ხო, აგერ ამდენი ადამიანი ჯააჯარიმეს დააყადაღეს აგერ მარშების ხალხი. ნიკა გილაური ადგა და უბრალოდ აორთქლდა, გაქრა კაცმა, რომელმაც მილიონობით ლარი გაატარა ერთი პარტიის დაფინანსებაში და რომლის ძმა არის ალბათ ნომერ მეორე, ნომერ მესამე ბიზნესმენი და ბიძინა ივანიშვილთან ერთად აქვს პროექტები დღეს გულისხმობ ირაკლი გილაურს. ეს კითხვები დასასმელი არსად აქედან გაქცევა არ ღირს და უნდა დაისვას და პასუხებიც უნდა მოვძებნოთ ამასთან დაკავშირებით. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ, რომ ჩვენი მომავალი არის სუფთა მებრძოლ ხალხში. მებრძოლ პატრიოტ სუფთა ხალხში. ამ პირობებში ასეთი ადამიანების მოძლიერებას
ის ინტერესები, რომლებიც უკვე არის, ხელს შეუშლიან. შეუშლიან. აი შეხედეთ, რა ხდებოდა ჩემს მიმართ წინა კვირას. სიცილად არ მეყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხალხნო 20 წელია მიჩვეული ვარ ამ ბრძოლას, რა ბრძოლაც მე მიწევს. თუმცა რა ხდებოდა ხო დაინახეთ. აქეთ ოცნება, აქეთ სხვა ჯგუფები, აქეთ ინტერესები, დიდი ფული, რომელიც ჩადებულია ტელევიზიაში, რომ ოღონდ ახალმა ადამიანმა არ ჩამოყალიბდეს ძალად, რომელსაც ექნება მხარდაჭერა და რომელსაც ექნება გამბედაობა, რო თქვას სიმართლე. აი რასაც მე დღეს ვამბობ, ეს ბევრს არ მოწონს, რაც იმ დღეს თქვი ტელევიზორში, ეს ბევრს არ მოწონს. იცით რატომ არ მოწონთ? იმიტომ რომ არ დაუშვებენ, რომ ვინმემ განსაკუთრებით ქალმა საზოგადოებაში, სადაც ქალი მეორე ადგილზეა. საზოგადოებაში, სადაც ქალი მართველი, ხო სანთლით მოიძებნება. ჩვენ გვყავდა ორი ქალი მართველი, მაგრამ ორივე დასმული იყო ერთი ბიძინა ივანიშვილის მიერ, მეორე სააკაშვილის მიერ. ასე არის. და ახლაც რო დაგვისვავენ ვიღაცას, იმასაც დასვავს ბიძინა ივანიშვილი. ეს ამ ხალხს თვითონ არ მოუპოვებია. და ჩვენ საზოგადოებაში გადახედეთ ბანკებს, გადახედეთ კომპანიებს, გადახედეთ ქალების მიმართ მოპყრობას, ქალების მიმართ ჩაგვრით დამოკიდებულებას. გადახედეთ ძალადობის ფაქტებს, გადახედეთ სიტყვათა წყობას, რომელსაც იყენებს მმართველი პარტია კონკრეტულად ქალების მიმართ, ხო? გასაგებია, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის, რომ ქალებს დავანახოთ, რომ დიახაც ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი უნარი. ყველას ჩვენი მასშტაბით, იმ მასშტაბით, რომელსაც ჩვენ მოგცემს ღმერთი და არა რომელიმე ვიღაც აქ გატუტუცებული პოლიტიკოსი მამაკაცი. ხვდებით? ამ შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენ ღმერთი ზევიდან გვეძლევა. სწორედ იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც გვექნება ჩვენ შანსი, რომ მართოთ. ოჯახი სამართავი არ არის. არის. ზოგი სკოლას მართავს, ზოგი ბაღს მართავს, ზოგი მას მართავს, უნივერსიტეტს მართავს. დიახაც ასეა. და მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვთქვი, რომ მე რო საშუალება მექნება, დიახ, ლარებს დავითვლი, აუცილებლად დავითვლი. და ეს ვის უნდა რომ ვიღაცამ დაუთვალოს ლარები, ვის უნდა რომ ვიღაცამ დაუთვალოს დახარჯული რესურსი. ვის უნდა ქვეყანაში, სადაც არაერთი მინისტრია ციხეში, იმიტომ რომ წლების განმავლობაში იპარავდნენ მილიონებს, რომელსაც მათ არავინ არ უთვლიდა. ასეთ ქვეყანაში გამოდის ადამიანი და ამბობს, მე მაქვს ამბიცია, მე ვარ ქალი, მე ვარ დედა და მე მაქვს ამბიცია, მაგრამ გარდა ამისა მე ვარ პროფესიონალი იმ ქვეყანაში, სადაც ქალების აღიარება ჭირს. გასაგებია, რომ ამას მერე მოყვა იმ ხალხის მიმართ, ვისაც ეს არ წარმოუდგენია და ვისაც არ უნდა არავითარი ახალი ძალების გახარება არ უნდა. ურჩევნიათ, რომ ყველაფერი იყოს აი ისე ჩამყახებული, მაგრამ იყვნენ თვითონ. ეს არის დღევანდელი ძალების ამბავი. ხვდებით? და ბრძოლა ასეთი იქნება, ჩემს მიმართ იქნება, ბრძოლა სიბინძურით აუცილებლად იქნება. ბრძოლა ტყუილით, კაგებეშნიკური მეთოდებით. აი ცოტა ხნის წინ მაგიარის მიმართ. დიდი მადლობა. ბატონ კოტე, ცოტა ხნის წინ მაგიარმა ზუსტად არჩევნება და მაჯიარმა პრემიერმა უკვე უნგრეთის გამოაქვეყნა განცხადება თქვა, გააკეთა, რომ მას აპირებდნენ, რომ მისთვის გაევრცელებინათ რაღაცა deepfake-ის მომზადებული ვიდეო, სუფთად ვციტირებ ესე თქვა, საბჭოთა მეთოდითო აპირებენ ჩემი რეპუტაციის დაზიანებას. და ესეთი ბრძოლა ამ მეთოდებით, საბჭოთა კაგებეშნიკური მეთოდებით აუცილებლად იქნება და არსებობს კიდევაც სრული ნიაღვარი, მაგრამ მე როგორ ვარ, იცით? ნახეთ, მე როგორ ვარ.
მე მინდა უთხრა ეხა ვიღაცამ თქვა, მე მინდა გითხრათ, რომ აი ჩემ არხს აქვს მილიონობით ადამიანის ყურება, ეს არის თქვენი დამსახურება. დიდი მადლობა. ძალიან მაგარია და ეს იმის დამსახურებაა, რომ ის საკითხები, რასაც მე ვლაპარაკობ და რაზეც ამ დროს არავინ არ საუბრობს, ეგ ვთქვით ან ეთერში. ეგ ვთქვი ეთერში ზუსტად, რომ და არ მოეწონათ ვიღაცეებს, რომ წინა, ესე იგი, ყოველდღე აქცია არ არის, შეხვედრა არ არის, რო არ მივიდე, რო არ ვუქომაგო, დენი აგვეწე, უსერიოზულესი, ესე იგი, წარმოიდგინეთ, ქვეყანაში 30%-ით ფასები გაიზარდა და ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ, რომელმაც ამაზე რაღაც გააკეთა. ეს ვთქვი და რა თქმა უნდა, ეს ვთქვი და მე რაც თავარია იქ ვიხავი, ხო? იმიტომ რომ ეს ჩემ საქმეთ მიმაჩნია. რა თქმა უნდა, გარშემო ძალები შეიკრიბებიან, გაბრაზდებიან და საშინელებებს მივრცელებენ, ამბობენ ჩემზე. მაგრამ მე, აი, ეს მიცავს და თქვენ მიცავთ და ჩემი სიმართლე, ჩემი საქმეები მიცავს და მაკეთებინებს საქმეს, რისი გაკეთებაც მე მსურს და მალაპარაკებს სიმართლეს. ამის თქმა მინდოდა. დანარჩენი ყველა გაღიზიანება, ყველა გაბრაზება, თავდასხმა უბრალოდ იმის ნაწილია, რომ ვიღაცეებისთვის ეს შემაწუხებელია. მე საფრთხე ვარ ვიღაცეებისთვის. პირველ რიგში ოცნების პროპაგანდისტური მანქანისთვის, რომელიც დაფრინავს იქით-აქეთ სასწაულებს, მიგონებს. მაგრამ არა უშავს, გეუბნებით, ფარი არის ჩემი სიმართლე, არის ჩემი ფარი. აქვე მინდა გთხოვოთ, რომ თუ გაქვთ სურვილი მხარი დაგვიჭიროთ პარტიას, მხარი დაგვიჭიროთ მონაწილეობით, თუ გინდათ რაღაც დრო თუ გაქვთ, დაგვეხმაროთ რაიონებში, სიარულში, მხარში დაგვიდგეთ სხვადასხვა ფორმით, იმიტომ რომ ეს ჩვენი სიტყვა უნდა აუცილებლად გავიტანოთ რეგიონებში და ეს აუცილებლად იქნება გასაკეთებელი, არის გასაკეთებელი, ამიტომ თუ გაქვთ, თუ ხარს უჭერთ ჩემს პლატფორმას იმ საქმეს, აზარტული თამაშების წინააღმდეგ, კლარის წინააღმდეგ, უსაფრთხოებაზე ჩვენი დაცულობისთვის, პედოფილების წინააღმდეგ ჩემს კამპანიას, აი ამ რაღაცეებს მინიმალური ხელფასის, ის რომ ადამიანები არ იჩაგრებოდნენ და მონურ ხელფასზე არ მუშაობდნენ საქართველოში, ეს კამპანია თუ ამას მხარს უჭერთ, იმისთვის რომ საქართველოში ყველას კონდეს შესაძლებლობა კარგად იცხოვროს. ყველას. მარტო 1, 2, 3 ადამიანს არა, მარტო იმ ხალხს არა, რომელიც დაიბადა სოლოლაკში, ანუ გულისხმობ ბიზნეს სასახლეში. ყველას დაბადებული ხარ დედოფლის წყაროში თუ საბურთალოზე თუ ანაკლიაში, მთელ აი საქართველოში ყველას უნდა კონდეს შანსი, რომ იყოს კეთილდღეობაში და აყვავდეს და იყოს მდიდარი და განათლებული და არ დაეჩაგროს შვილი ამის გამო. აი ამას თუ მხარს უჭერთ, ფიზიკურად შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, თუ ყველა სხვა ფორმით სიტყვა შეგვაწიოთ, გთხოვთ ჩვენ და პარტია ხალხისთვის გელით, რაც შეგვიძლია ჩვენი ორი აგურით დავდოთ ამ საქართველოს გათავისუფლების საქმეში და დანარჩენს მოიტანს განგება. ნახვამდის, კარგად იყავით. ნახვამდის.